ნაციონალური მოძრაობა დევნილთა და განსახლების მინისტრს პარლამენტში უმცირესობის ხდომაზე იბარებს. ოპოზიცია ითხოვს პასუხებს მინისტრისგან, რა კრიტერიუმების მიხედვით ანიჭებენ უპირატესობას ბინების რიგში მყოფ ოჯახებს. ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ბინების გაცემა უსამართლოდ ხდება. პრობლემა არის ძალიან მძიმე და საგანგაშო, ვინაიდან პროცესი არის დაუსრულებელი, აუთვისებელი ფართები არის ჯერჯერობით ხელუხლებელი და ისინი ვერ წყვეტენ, რა კრიტერიუმით უნდა დააკმაყოფილონ დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიბაროთ ბატონი მინისტრი საქართველოს პარლამენტში, რათა მას საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც დაგროვდა ამ თემის ირგვლივ. დღეს 15 ბინა უკვე არის განაწილებული ფოთში და ხვალ მოხდება ამ 15 ოჯახს შორის კენჭის ყრა თუ ვის რომელი ბინაში ხდება და სად შესახლებიან და სხვის ხარჯზე ვერც კონჯარია, ვერც სუბარი და ვერც ვერანი ვერ მიიღებს ბინას. ეს არის გამორიცხვა. როცა მასზე უფრო გაჭირებული არის სხვა, ჯერ ის სხვა მიიღებს ბუნებრივად, ასე იქნება ყველა შემთხვევაში.